მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 12 საათზე სტუდიაში იმედა დარსალია იწყებს მუშაობას. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ერთმა ნაწილმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაასრულა. ქრისტიან-დემოკრატებმა დასკვნითი ფორუმი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს. საკუთარი ორთვიანი მარათონის საგანგებო პრესკონფერენციებით შეაჯამეს ალიანსის კანდიდატებმა თინა ხიდაშელმა და ფიქრია ჩიხრაძემ. არცია კონცერტი დასრულდა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა გოგი თოფაძემ. მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიას დღეს დაასრულებს. ყველა მათგანი 30 მაისის არჩევნებზე გამარჯვების იმედით მიდის. ჩვენ სლოგანი დასაქმება და დაბალი ტარიფები გაეთავისა სრულად საქართველოს მოსახლეობამ. დღეს ეჭვქვეს არავინ არ აყენებს იმას, რომ უმთავრესი ამოცანა დღეს საქართველოს მოსახლეობის არის ის, რომ მათ ქონდეთ სამუშაო ადგილები და შესაბამისად ჩვენი მიზანი მიღწეულია. ველოდებით 30 მაისს, ველოდებით მაღალ აქტივობას და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელების მაქსიმალური აქტივობის პირობებში ჩვენ დავიწყებთ ცვლილებებს ქვეყანაში. ასზე მეტი შეხვედრა ჩავატარეთ ამ პერიოდში და ხედავთ რა განწყობაა საზოგადოებაში. რა პრობლემებია ყველა ოჯახში მისული და რა დღესია მთელი ქვეყანა და არა მარტო თბილისი. ამიტომ ლაპარაკობთ, ამათი გაგრძელება შეუძლებელია. ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატი ზვია ძიძიგური გუშინ-საღამოს მაესტროს პირდაპირ საუბრების სტუმარი იყო. ძიძიგურის აზრით, თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების მთავარი იარაღი ამომრჩევლების აქტიურობა. ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატი არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში მოსალოდნელ გადაჯგუფებებს. საქართველოში არჩევნებს ამას ჩვენ ხო ხედავთ ყველანი. ეს არ არის თავისთავად გაყალბება, როდესაც ხან აულში ხდება ტანსაცმლიანად, ხან ფორმულა 3-ში ზის, ხან ესე იგი გიგი უგულავასთან ერთად, ესე იგი რაღაც სხვადასხვა დაწესებულებებს ხსნის და დადის. ეს ხო პირდაპირ არის, რომ ცენტრალური ხელისუფლება მონაწილეობს ამ არჩევნებში. მინდა თბილისელებს, ქალაქელებს უთხრა, ჩვენს თანამემამულეებს უთხრა, ყველა ეროვნებისაც მათ შორის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობსო. თუ 9 მილიონი კაცი გამოვიდა თბილისში არჩევნებზე, სააკაშვილის ხელისუფლება არის დამთავრებული. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამეურნეო საქმიანობის მოგვარების პარალელურად ჩვენ გადავაქცევთ თბილისის მერიას პოლიტიკურ ცენტრად, სადაც ჩვენს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ლეიბორისტულ პარტიასთან, ეროვნულ ფორუმთან, ნინო ბურჯანაძის ორგანიზაციასთან, ლევან გაჩეჩილაძის ორგანიზაციასთან, სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფთან ერთად დავიწყებთ პოლიტიკური პროექტის განხორციელებას, რათა მივაღწევთ ყველამ ერთად ვადამდელ საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებსა, როცა უკვე ოპოზიციას აქვს ისეთი სერიოზული პოლიტიკური პოსტი მოგებული, როგორც თბილისის მერის არჩევნებია, ეს ნიშნავს მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან სერიოზული ადამიანური და პოლიტიკური რესურსის მოძიებას. რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში ოპოზიცია პრინციპში გაერთიანდება. თქვენ რაც ახლა ბრძანეთ, ამის აუცილებელი წინაპირობაა გაერთიანება. რა თქმა უნდა, თქვენ არ გეგონოთ, რომ ზვია ძიძიგურს ან კობა დავითაშვილს ახლა განცდა, რომ გაიქცევა მერის ავარძელს ჩახტება და იქნება ბედნიერი. ჩვენ ამიტომ არ დაგვიყენებია კანდიდატურად. მე ბრძოლაში შევედი და ამ ბრძოლაში მივდივარ. ოპოზიციაში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გადაადგილებები და მე ვამბობ და ვაცხადებ, რომ ვადამდელი საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნების მიმართულებით მუშაობა აუცილებლად დაიწყება ნებისმიერი. თუ ეს არჩევნები იქნა ოპოზიციის გამარჯვებით დამთავრდა, ასეთ შემთხვევაში პროცესი წავა გაცილებით უფრო სწრაფად და გაცილებით უფრო ეფექტურად, მაგრამ პროცესი მაინც წავა. მე პირადად მიმაჩნია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომ ამათი დატოვება ხელისუფლებაში ახლა კაცი ტრუსების ამარა დარბის უკვე შიშველი კამერების წინ და სანამ სუდედიშობილას არ ურბენია, ახლა ხო უნდა მივხვდეთ იმაზე, რომ ცუდად არის ჩვენი საქმე და ეს კაცი უნდა გაუშვათ. რუსული მედია ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთ ინტერვიუს ავრცელებს. რადიო ეხო მოსკოვისთან საუბარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკვე ჩაერია. მისი თქმით, საქართველოში მუდმივად აქტიურად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები. ვანო მერაბიშვილმა არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ არეულობაზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ რეგიონში ამჟამად საქართველოზე უფრო მშვიდი ქვეყანა არ არსებობს და გამორიცხავს 30 მაისის არჩევნებზე არეულობას. რადიო ეხო მოსკოვის კორესპონდენტმა მერაბიშვილს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქურაშვილის მიერ მაესტროს ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებას თხოვა. რომლის მიხედვითაც მერაბიშვილი, სააკაშვილი და ბოკერია 2012 წლის შემდეგ არ დათმობენ ძალაუფლებას. ოქურაშვილის განცხადების კომენტირება არასერიოზულია, რადგან ის არასერიოზული ადამიანია, განაცხადა რადიო ეხო მოსკოვისთან ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა.
განცხადება, რომელზეც ვანო მერაბიშვილი რადიო ეხო მოსკოვისთან ინტერვიუში საუბრობდა, ირაკლი ოთურაშვილმა მაესტროს ეთერში გააკეთა. პარიზში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი გადაცემა პირდაპირ საუბრის სტუმარი იყო. პრობლემები აქვს უგულავასთან. მას დაპირისპირება აქვს მერაბიშვილთან და სააკაშვილთან. ეს იყო სპეციალურად შეთხზული მოგონილი იმისათვის, რომ ადამიანები თუნდაც დარჩა ჩვენ საზოგადოებაში ულუპყილო დაეჯერებინათ, რომ ამ ადამიანს აქვს განსხვავებული ხედვა, განსხვავებული მდგომარეობა, განსხვავებული სტატუსი, ვიდრე მაგალითად იმ ნეგატივებს, რაც არის სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი. რეალურად გუნდი არის ერთი, ეს გუნდი არ ზის გულხელდაკრეფილი და დღეს არ იბრძვის მხოლოდ თბილისში არჩევნების მოსაგებად ან ნებისმიერ თქვა რეგიონში. ამ არჩევნებს აქვს ერთი განსხვავებული და საკმაოდ საინტერესო მახასიათებელი. ეს არის წინასწარი რეპეტიცია იმაზე, როგორ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება სხვისით. ანუ ახალი სააკაშვილის მოყვანა საქართველოში. ბუნებრივია სააკაშვილი არ ფიქრობს ხელისუფლებიდან წასვლას. სააკაშვილი დარჩება თავისი გავლენით და თავისი უსაფრთხოების გარანტიებით, თავისი ბერკეტებით, როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო ინსტრუმენტებზე, სადღაც გვერდით პროცესებს მიღმა. ჭალებში ავიღოთ პენსიაზე გასული, მაგრამ ქვეყნის მართვას, სიტუაციის მართვას გააგრძელებს ის გუნდი, რომელიც აქამდე აკეთებდა ამას, როდესაც სააკაშვილი სხვადასხვა ადგილებში ისვენებდა ხოლმე და თეობით არ იყო ქვეყანაში. სახალხო დემოკრატებმა საარჩევნო კამპანიის ბოლო დღე ხალხთან შეხვედრისთვის გამოიყენეს. ნიკა ივანიშვილის პარტიის წევრები საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ. დელისის მეტროსთან მსვლელობა გამართეს და ამ მომრჩეველს საკუთარი საარჩევნო ბუკლეტები დაურიგეს. მერობის კანდიდატის პარტიის წევრები ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. არის დღეს ბოლო დღე, როგორც ვიცით და ნუ ეძღვნება რომ ხალხმა მიცეს ხმა სახალხო დემოკრატებს ნიკა ივანიშვილს და 25 ნომერს ვაცნობთ ჩვენ პროგრამას და ზაზა კოლელიშვილს, ანუ მე, რომელიც ვარ საბურთალოს მაჟორიტარების კანდიდატი. მე ვპირდები იმას, რომ ხალხის ცხოვნა მივიტანო იქამდე, სადაც საჭიროა და ყველა პრობლემას გადაწყვეტა მოუძებნოთ შეძლების და გვარად. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ალიანსის კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ოდელავას მიმართავს. სოფიო ხორგვანი კრწანიში გადასატანყულებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. ხორგვანის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 1500-მდე განცხადება და მოქალაქეები ითხოვენ მათ გადასატანყულებები არჩევნების დროს სახლებში მიუტანონ. თუმცა გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ განცხადების ავტორთა უმრავლესობას არ ჰქონდა ავადმყოფობის დამადასტურებელი საბუთი. მოწმეთ ეს განცხადებები და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მათგანი საერთოდ არ იყო საქმის კურსში, არც იცოდა იმის შესახებ, რომ მათი სახელით დაეწერა განცხადება. ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი შემთხვევა, რომ ძალიან ბევრ განცხადებაზე მითითებული იყო ერთი და იგივე ტელეფონის ნომრები, რომელებიც ადასტურებდა ჩვენ დავრეკეთ ამ ტელეფონის ნომრებზე და ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის ბატონი მერაბ რაფავა შტაბის წევრები. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვეტერანების, სტუდენტების, პედაგოგებისა და მეცნიერების ნაწილმა მხარდაჭერა ქრისტიან დემოკრატების საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა გაბუნიას გამოუცხადა. შეხვედრა სპორტის სასახლესთან შედგა. მხარდამჭერება კანდიდატს გამარჯვება და წარმატებები უსურვეს. ეს არის პიროვნება, რომელიც ყველა სახის პროფესიონალს თუ მუშას თუ პედაგოგს თუ უმაღლეს თუ უდაბლეს სფეროებს თანაბრად გაუწევს ფარველობას და მიღწეული იქნება ყველა ლამაზი შედეგი და ერი და საბურთალოს ყველა მაცხოვრებელი იქნება ყოფილი. ჩვენ მხარს უჭერთ ზაზა გაბუნიას, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია ყველაზე ღირსეული კანდიდატია და უფრო აინტერესებს ახალგაზრდების დასაქმება, პერსპექტიულობა და მომავალი. დღეს დილით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა და კომისიის წევრებმა ევროპისა და აზიის ქვეყნების ცენტრალური საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები მიიღეს. 12 კაციანი დელეგაცია 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ქართველ კოლეგებთან გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს და CSKO საქმიანობას გაეცნობიან. ევროპისა და აზიის ქვეყნების 12 კაციანი დელეგაცია საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეხვედრა სხვადასხვა საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მოადგილეებთან. ჩამოსული არის 12 კაციანი დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს შეხვედრა გაიმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შორის.